რეალობა არის ერთი. დაპირისპირება, რომლითაც მიდის პოლიტიკური კოჰორტა ქვეყანაში, არის დამანგრეველი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლებიდან მოდის ეს თუ ოპოზიციიდან თუ ორივენი ხელს უწყობენ იმას, რომ დაპირისპირება ძლიერდება. აი ჩვენ ეს ყველაფერი გვინდა მოხსნათ და როგორმე შევძლოთ მთავარი პრინციპი მოვიყვანოთ მოქმედებაში, რომ დაპირისპირებიდან გადავიდეთ თანამშრომლობაზე და რეალურად ეს კრიზისი, რომელიც რეალურად არსებობს ქვეყანაში, ვაქციოთ შესაძლებლობად. პოლიტიკოსობა არ უნდა კრიზისის გაძლიერებას. პოლიტიკოსობა არ უნდა კრიზისის გაღრმავებას. პოლიტიკოსობა და პოლიტიკური კულტურა უნდა კრიზისის ქცევას შესაძლებლობად. ესე იგი, მეცნიერთა კონგრესმა შეძლო არ ქცეულიყო მხარეთ, ის დარჩა ხალხთან, არ დაუჭირა ოპოზიციის წინააღმდეგობას მხარი ყველა ერთის წინააღმდეგ და არც ხელისუფლების წინააღმდეგობას დაუჭირა მხარი, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული ყველაფერი. ჩვენ დავჭით ხალხთან. თუ ამ ქვეყანაში არ დამთავრდა ეს სიცრუე, სიყალბე, კორუფცია, ეს ნეპოტიზმი თუ არ დამთავრდა, სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ გადავიჩეხოთ, აღარ არსებობს. ფულმა საქართველოში ჯოჯოხეთი გაანათა და ხალხის ცხოვრება აქცია ჯოჯოხეთად. ეს არის რეალურად ფულის უფლების ქვეყანა. ნახეთ, 95% ცხოვრობს მძიმედ სიღარიბეში, არსებობისთვის ცოცხლობს. 5%-ს აქვს იმდენი ქონება ქვეყანაში, რამდენიც აქვს დანარჩენ 95%-ს. გარეთ გასულთა რაოდენობა აჭარბებს ქვეყანაში დარჩენილთა რაოდენობას, გარედან შემოსულთა რაოდენობა არის კატასტროფულად დიდი. ამიტომ ნახეთ რა შეთავაზა ხელისუფლებას გელათის კონგრესმა და ჩვენ შევძლოთ 3 დოკუმენტის მომზადება. პირველი, სრული გამოხდეს ქვეყანაში აღწერა ყველაფერი იმისა, რა შესაძლებლობები გააჩნია ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ეს გაკეთებული. ერთადერთს არავის, არც ხელისუფლებას და არავის ეს არ გააჩნია. ამას აწერია საქართველოს ინტეგრალური რესურსები, საქართველოს სიმდიდრეები. ამ წიგნში მოცემულია რა პოტენციალი აქვს ქვეყანას. ეს არის ინვენტარიზაცია ქვეყნის. ამას ხელისუფლებამ უნდა რომელიმე ინსტიტუტს საქართველოში და საქართველოს გარეთ უნდა შეუკვეთოს, ამას ჭირდება გარკვეული დრო და უნდა მომზადდეს ქვეყნის ესე იგი რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას, ანუ ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია. მეორე რაც უნდა გაკეთდეს, უნდა ვიცოდეთ რეალური მდგომარეობა როგორია ქვეყანაში. ეს უნდა გააკეთონ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. რეალურად ჩვენ დღეს ესე იგი იზოლაციაში ვართ, არავინ აღარ გველაპარაკება. აი ასეთ იზოლაციაში საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა საქართველოს ჩაკეტილი როგორადაც ჩვენ დღეს ვართ. არ შეიძლება რომ იმის ფონზე რომ არ მოგწონს ევროპა, ამერიკა, წერდე 1000 უგვანო რამეს და არ შეიძლება რომ ყველასთან ასეთ დაჯახებულ, დაპირისპირებულ და ლანძღვაგინების მდგომარეობაში ვიყოთ. ერთი დოკუმენტია რომ ვიცოდეთ რას ვფლობთ, მეორე დოკუმენტია ვიცოდეთ რა მდგომარეობაში ვართ და მესამე დოკუმენტია ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პროექტ, ეს სიმდიდრეები როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში, ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. აი ეს ჭირდება ქვეყანას. ეს არის სისტემური ცვლილებების გზა. ყველა მიცის რომ ეს გასაკეთებელია, მაგრამ რატომ არ აწყობთ? მე მრჩება შთაბეჭდილება რომ მშიერი და დაუძლურებული ხალხი და ქვეყანა აწყობს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ მშიერი და დაუძლურებული ქვეყანაში სიკეთე გათითოկაცებულია და კუჭი იმარჯვებს გონებაზე. ჩვენ მჭირდება ისეთი რამ, რომ საქართველოს მოსახლეობამ მოისმინოს ღიად პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების მოხსენება, გამოსვლა, როგორი წარმოუდგენია საქართველოს მომავალი, ან მომავლის საქართველოს როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას. ანუ კარგი იქნება თუ ასეთ მოხსენებას გააკეთებს მეცნიერებათა აკადემია. ეს იქნება საუბარი იმაზე, რომ როგორ შევცვალოთ ქვეყანა, როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ, საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს ვინ არის ამ ქვეყანაში, ვის რა პროგრამა აქვს, ვის რა ხედვა აქვს. ჩვენ ერთმანეთს რომ ლანძღავთ, ზოგი ქუჩიდან და ზოგი კაბინეტიდან, ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ხელისუფლებას შეუძლია რომ პრაქტიკულად ქუჩა დაასრულოს, ქუჩის პოლიტიკოსები დაასრულოს, ქუჩის ბელადები დაასრულოს, მაგრამ იმით კი არა რომ წყალი მიუშვიროს ან ებრძოლოს და ძალადობა გამოიყენოს, არამედ სწორი პოლიტიკით, ესაა პოლიტიკური კულტურა. პრინციპი ჩვენი არის ძალიან ლაკონური.
თავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი ლანძღვა გინების და ამ დაპირისპირების და ძალადობის გარეშე. სუსტები ერთმანეთს ებრძვიან, ძლიერები თანამშრომლობენ. ჩვენ თავაზობთ ღია შეხვედრებს მოსახლეობასთან. თუ შენ ქვეყანაში შენ თავისუფლად სიარული არ შეგიძლია. შენ ამ ქვეყნისთვის ვინ ხარ მაშინ? როგორ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში ასეთი დაცვებით დადიოდნენ? ესე იგი, დღეს მრეწველობაში არ მუშაობს იმდენი ადამიანი, რამდენიც მუშაობს დაცვაში. შეიძლება ბატონებო, რომ თბილისის მერიაში მუშაობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ნიუ-იორკის მერიაში? ეს არის არა საქართველოს ბიუჯეტი, ეს არის ხელისუფლების ბიუჯეტი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. საერთოდ კონფერენციის ჩატარებას შეუძლია დაასრულოს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა, დაასრულოს ქუჩის რევოლუციები და დაიწყოს ინტელექტუალური რევოლუცია, რომლის მიზანი იქნება ფულისუფლების ქვეყნიდან გადავიდეთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაში. გთავაზობთ საჯარო დისკუსიას ამ წინადადებასთან დაკავშირებით. ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენი ერთობა სჭირდება მომავლის საქართველოს. ჩვენ დაპირისპირებით ვებძვით არა უბრალოდ ერთმანეთს, არამედ ვებძვით საქართველოს. ეს არის დღეს რეალობა. ვისაც ვინც თვლის, რომ ეს არასწორია, მე სხვა პოზიცია არასდროს არ მქონია. მე ვეხვეწები ყველას და ვეუბნები, ჩამოდით ნახეთ ქუთაისში, როცა დაპირისპირებული იყო ქუჩაში ქვეყანა გამოსული, არ გარეული მუნძიმეს მდგომარეობაში, აბა ერთი რამე თუ მომხდარა მის შემდგომ ან ისეთი გახმაურებული ან დაჭერები ან რაღაცა რა არ ეცადნენ, რა არ უნდათ, მთელი მოქალაქეთა კავშირი დაპირისპირებული იყო, ჩემთან შინაგან საქმეთა მინისტრი, პროკურორი, ყველანი დაპირისპირებული იყვნენ, მაგრამ რამე როცა წესიერად და პატიოსნად მუშაობ, ხალხის განწყობაც არის ძალიან კარგი. ჩვენ შეგვიძლია ხალხის განწყობა შევცვალოთ ქვეყანაში მაქსიმალურად მოკლე დროში და ხალხი გადავიდეს ამ დაპირისპირებიდან, ცოტა სიყვარულმა გაანათოს ეს ქვეყანა. საქართველოს სჭირდება განთავისუფლება არალეგალებისგან, მათი რაოდენობა უმცირესია. საქართველოს სჭირდება დაცული ქვეყანა, იმით რომ 170 ქვეყანასთან ღია არ კონდეს ჭიშკარი. 1000-1500 კაცი რო გაუშვა აქედან რუსეთიდან ვინც არის ჩამოსული არალეგალი. 1500-ივე წავახვალ ომში. გაუშვებენ ომში და რეალურად გამოვიდა რა, ხელი შეუწყო ჩვენ ესკალაციას და კიდევ ლაპარაკობთ რომ არა ვართ რუსული განწყობისო. ამერიკისა და ევროპის ასეთი ლანძღვა ძვირი დაუჯდება საქართველოს და გავა გარკვეული დრო პერიოდი, როდესაც ამას შავბნელ პერიოდად აღიარებენ საქართველოში, რომ რაც იწერება დღეს ამერიკასა და ევროპაზე. ჩვენ გვჭირდება ურთიერთობა ისეთ ძლიერ ქვეყნებთან, წარმატებული ქვეყნები და დემოკრატიული ქვეყნები არის ევროპაში, არის ამერიკა. ამიტომ ჩვენი წინააღმდება, რომელიც ყალიბდება, არის ძალიან კონკრეტული, სადაც არის, ესე იგი, ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი, უნდა დასრულდეს ერთპიროვნული მართლობა ქვეყანაში. რატომ გვაქვს საქართველოში ამერიკული ხელფასები ხელისუფლებაში და ნიგერიული პენსიები და დახმარება მოსახლეობაში? რატომ ბატონებო? რატომ? იმიტომ რომ მართლის სტილია შესაძლებელი. სისტემური ცვლილებებია საჭირო. იმიტომ რომ საქართველოს ერთი კაცის გუნება განწყობით ცხოვრობს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ყველა ხელისუფალს ხუპავს ტაშის მკვრელი, ხუპავს კლესა, მადიდებელი და მაქებარი. ოღონდ მისი როგორც იტყვიან, მხარდამჭერი იყავი და ყველაფრის უფლება გექნება. ეს დასრულდება ამ ქვეყანაში. მეცნიერთა კონგრესმა გაბედა ის, რაც ვერ გაბედა სხვა. გამოიტანა ძალიან ძლიერი პროგრამა და გამოიტანა ეს ღია და პირდაპირ. ჩვენ ვეუბნებით ყველას, რომ მოდი საჯარო ბიბლიოთეკაში მივიტანოთ ერთ დღეს ამ დოკუმენტში დაემატება საჯარო ბიბლიოთეკაში მიგვაქვს ყველას პროგრამა, რომ ნებისმიერ პიროვნება ვინც მივა საჯარო ბიბლიოთეკაში უნდა თქვას, მე მინდა მეცნიერთა კონგრესის პროგრამები, მე მინდა ამ და ამ პარტიის პროგრამა, მე მინდა ამ და ამ გუნდის პროგრამა დააშენო. მოიტანეთ ბატონებო, მივიტანოთ ყველამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღია მოსაზრებებს მხარს დაუჭერს ყველა და დასრულდება აი ეს ერთპიროვნული და ანონიმური მართვა. დასრულდება კორუფცია, ნეპოტიზმი და დაიწყება სოლიდარული პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისათვის. სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა
ერთობ სკანდალური, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ნიშანდობლივი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ძებნილი და სააკაშვილის გარყვნილი და დანაშაულებრივი რეჟიმის ხერხემალი ბოროტების ტვინი ზურაბ ადეიშვილი გაამართლა ბუტა რობაქიძის საქმეში. სააკაშვილი ადეიშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა. ლევან მორუსიძის სასამართლო გამოაცხადა უდანაშაულოდ აი ამ კაცო ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის გაყალბებაში არავითარი ბრალი არ მიუძღვისო. თქვენ ერთნი ხომ არ ხართ შემთხვევით ნაციონალები და ქოციონალები. არ არსებობს ნაციონალური მოძრაობა ქოციონალური მოძრაობის გარეშე და არ არსებობს ქოციონალური მოძრაობა ნაციონალური მოძრაობის გარეშე. და აქედან გამომდინარე რა გასაკვირია ნაცების სასამართლომ ნაცების გენპროკურორი ადეიშვილი გაამართლოს. და ამის შემდეგ მე ვინმე დამაჯერებს რომ თეატროლოგიანის კომისია რამეს გამოიძიებს და რაიმეს დაადგენს. მეორე აფრასიძეების საქმე 2004 წლის 24 მარტს სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ბანდამ მესტიის რაიონის სოფელ ეცელში მოაწყო სამხედრო ოპერაცია აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ და სახლში სადაც 5 მცირეწლოვან ბავშვს შეძინა ჩამოყარეს ბომბები. სპეცოპერაციაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი. ჩემი ინფორმაციით 2004 წლის 24 მარტს აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციის უკან იდგა ბატონი კახი კალაცე, თბილისის დღევანდელი მერი. მან გადაიხადა ფული, მან ჩაუსხა საწვავი და მან წაახალისა ყველაფერი ის რომ თავისი გატაცებული ძმა, რა თქმა უნდა, ეგულებოდა აფრასიძეების ოჯახში. ბატონმა კახი კალაძემ ეს ოპერაცია ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით დააფინანსა. დააფინანსებინეს. ველოდები ბატონი კახი კალაძის კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით. მესამე, გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი არის 2500 და 3000 რაღაც. სად ატარებთ ამ გამოკვლევებს თქვენ? ესენი ამ გამოკვლევებს სვირფასო მეგობრებო, როგორც ჩანს ატარებენ თავიანთ გარემოცვაში. 10000 და 20000 ლარები რო აქვთ ხელფასები, ვის ატყუებთ თქვენ? საიდან მოგაქვთ ეს ციფრები? ხალხი არის უკიდურეს გაჭირვებაში. ქვეყანაში რა მდგომარეობაც არის სვირფასო მეგობრებო, თუ გინდათ რომ გაიგოთ თქვენ, ჯერ უნდა მიბრძანდეთ ვაგზლის მოედანზე და იქ ნახოთ და მეორე უნდა მიბრძანდეთ თქვენ საჯარო რეესტრის შენობასთან. აი იქ რა მდგომარეობაა, რამდენია ქართველი, რამდენია არა ქართველი. და მიხვდებით საქართველო იყიდება თუ არ იყიდება. და ნუ აბნელებთ ამ ქვეყანას, ყველგან კორუფციის ჭაობი, ყველგან დაწებლები, ყველგან ბიუჯეტის ვირთხები, ყველგან უბედურება, ყველა დასაჭერია. აი ფულისადმი ესეთი გიჟური ლტოლვა, რაც დღეს შეიმჩნევა და რასაც დღეს ქართული საზოგადოება ამჟღავნებს, მე არც წამიკითხავს და არც გამიგია ამის შესახებ. ვიღაცამ ჩვენ აგვაფეთქა ნაღმზე, დაგვიდო ნაღმი ფულის სახით და გვაქცია მამონას მონებად. და მთელი ქართველი საზოგადოება, ქართველი ერი აფეთქდა ამ ნაღმზე. კრემლის უღლის შემდეგ უფრო მძიმე და უფრო სამარცხვინო და უფრო ვერაგი უღლის მსხვერპლნი შევიქენით. ხელმწიფის და იმპერიის კარზე არ შეიძლება რომ უცხოელმა გლადიატორმა გაიმარჯვოს. მე გული მიგრძნობდა რომ ილია თოფურიას ამ ბრძოლაში წარმატება ვერ ექნებოდა. თუმცა გული მიგრძნობს რომ მისი შურისძიება იქნება სასტიკი და ეს ვაჟკაცი ახალგაზრდა კაცი აუცილებლად იძიებს შურს იმ დრამატული მარცხის გამო, რაც თეთრი სახლის კედლებში გათამაშდა.
ბატონი ტრამპი თავდაპირველად მისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ნელ-ნელა უკვე აშკარად შედის სიგიჟის ფაზაში. თვითის ფაქტი რომ თეთრი სახლი იქცა ოქტაგონად ეს უკვე იმის პირდაპირ სიმპტომი და ნიშანია რომ სოფლიოს მართავენ გიჟები. ერთადერთი ბძენი პოლიტიკოსი მთელ ამ საგიჟეთში მაინც ჩინეთის ლიდერი მგონია. ჩინეთი დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ამ მიმართულებით ეს პოლიტიკა არის ნამდვილად გათვლილი მომავალზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ქართული მიწების გაყიდვის თვალსაზრისით ეს პოლიტიკა ემსახურება საქართველოს დასამარებას და საქართველოს სიკვდილს. და აი ამისთვის ყველა ის ვინც ამ საქმეში არის გარეული დადგება მაგის დრო პირადი ქონებით და თავისუფლებით აგებს პასუხს. სამშობლოს მოღალატეები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა და ასევე ის ზემდგომი თანამდებობის პირები რომლებიც დღეს იმალებიან. ილიჩოვა და მელაშვილი ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანების და ნებართვის გარეშე ვერ გაამრუდებდნენ საქართველოს საზღვრებს დავით გარეჯის მონაკვეთში. ამას ისინი ვერ იზამდნენ. რუკები როგორ გადამალეს, არქივებიდან როგორ გამოიტანეს ეს ყველაფერი დალაგდება, ყველაფერს ნათელი მოეფინება და ყველა აგებს ყველაფერზე პასუხს. დავით გარეჯის თემა ამ ხელისუფლებამ მიაფუჩეჩა. ჩვენი მიზანმიმართული და არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ხელისუფლების ძლავრმა საინფორმაციო მანქანამ და იმ მანქანებმა რომლებიც ამ ხელისუფლების სამსახურშია ეს თემა ქართველი ხალხის თვალწინ მიაყურისძირა და ეს ყველაფერი შეფუთულია ეგრეთ წოდებული გაურკვეველი სტრატეგიული თანამშრომლობისა და მეგობრობის მანტიით. სახელმწიფოებს შორის მეგობრობა არ არსებობს, ეს ცნება სახელმწიფოებს შორის არსებობს მხოლოდ სტრატეგიული ინტერესები. ბავშვი თვალსა და ხელშვა სცენაზე წაიქცა და კაციშვილმა ყურადღება არ მიაქცია კონცერტი და ვარხალალო გააგრძელეს. რა არის ეს ჩვენ რა თაობას ვზდით? რა გვინდა ჩვენ ესეთი კონცერტები? თუ ადამიანის პატივისცემა, ადამიანის სიცოცხლე ფეხქვეშ იქნა გათელილი. არავითარი განათლების რეფორმა არ არსებობს. ეს არის საქართველოს განათლების დანგრევის რეფორმა, დეფორმა უпростоრად. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და აი ამ შემთხვევითი პოლიტიკოსის კობახიძის გადაწყვეტილება, ეს გამხმოვანებელი, ამას ვინ კითხავს? რომ გაიყიდოს ისტორიული შენობები, მერე დაანგრევენ ალბათ და მერე წამოიჭიმოს არაბებისთვის და ყიზილბაშებისთვის კორპუსები. ჩვენ გვაქციეს მომსახურე ერად. ჩვენ არა ვართ მწარმოებელი ერი. ერი, რომელიც წარმოებას ვერ ქმნის, რომელიც არაფერს აწარმოებს, ის არის პარაზიტი. აბა ის 1200 კონვერტი იქ ლილვაშვილის ნათესავის სახში რო იპოვეს, ის 1200 კონვერტი კი არ დაკარგულა კაცო. იმ 1200 კონვერტს კიდე არ იგებენ. ტექსი არსებობს. იმედი მქონდა რომ რაღაცნაირად პატრიარქის გარშემო დაირაზმებოდა ერი, მაგრამ ის პირველადი ემოციები თითქოს მინავლდა და მიწყნარდა და სადღაც გაქრა. პოლიტიკური ლიდერი არავინ ჩაძს. ვინც კი რაღაცა დაიფაფხურა და რაღაცა დააპირა, ყველა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ ლაზარე ჯორბენაძე მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის კაცი მოკლეს. დამნაშავეები არ ისჯებიან. არ დასაჯეს ეს დამნაშავეები. შემოიხუნეს, შემოიქუჩეს გარშემო და არიან ერთად და გვატყუებენ ჩვენ. სულ იმაზე აპელირება, რომ ომი, მშვიდობა, კი ბატონო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ვაფასებ ამას. ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება არის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ომი არ არის მართლაც. არ კმარა ბატონებო ეს. ეხლა თუ მაგას გადაგვაყოლეთ, მაშინ ეხლა გინდა გელშეუჭამი ხარ და გინდა გლისპერტურასო, რა მნიშვნელობა აქვს?
შეუძლებელია რაღაც ჯგუფებში პოლიტიკურ ჯგუფებში, რაღაც დაინტერესებულ ჯგუფებში მომწიფდეს ესა თუ ის აზრი და არ მოხდეს მისი ტრანსფორმაცია საზოგადოებრივ ცნობიერებაში, ვინაიდან საბოლოო ჯამში სწორედ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ის არჩევანი, რომელი არჩევანისათვისაც ალბათ უპირველეს ყოვლისა ალბათ ჩვენ სიტუაციაში მეტნაკლებად გარკვეულმა ადამიანებმა ალბათ უნდა შევამზადოთ სწორედ ეს ნიადაგი. ბუნებრივია რთული ვითარება მსოფლიოში არის საოცარი მასშტაბის გეოპოლიტიკური რყევები ჩვენ გვეუბნებიან რომ ამას ძირითადში აკეთებს სახელმწიფო ასე ვთქვათ სტრუქტურები თავიდან უნდა ავიცილოთ რაღაც გარკვეული ომი, არა და ის ომი, რომელი ომის დიდი ხნის უკან გამოგვიცხადა ჩვენ რუსეთის იმპერიამ და დაკავებული აქვს ესე იგი ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები აქვს დაკავებული და 20%-ზე ტერიტორიების 20%-ზე უფრო მეტია მათ მიერ, ვინაიდან ეს მცოცავი ანექსია რა თქმა უნდა შედეგსაც ხო დიახ აფართოებს ის რა თქმა უნდა საკუთარ ასე ვთქვათ ანექსიურ წარმომადგენლობას ვიცით რომ ამას უფრო მეტი პრინციპული შეფასება სჭირდება ჩვენთვის ალბათ სამაგალითო არის როდესაც პუტინთან პაშინიანი რო იყო და მეტოკეს მოედანზე მაშინ როდესაც გიუმრის ბაზა არის სომხეთში განლაგებული ამას არ შეუშენდა პაშინიანი აი ეს საერთაშორისო ურთიერთობებმა კონიუნქტურა ხო შექმნა ის სურათი პოლიტიკური სურათი ხო რომელიც იძლეოდა იმ ბრძოლის შესაძლებლობას და მან ეს საკუთარი შანსი როგორც პაშინიანმა ასევე მისმა ერთგულმა საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამოიყენა მათ დაინახეს ამაში დაინახეს რომ ყარაბაღი ეს იყო სომხეთის სახელმწიფოებრივი განვითარების დიდი სერიოზული მუხრუჭი ახილევსის ხუთი ამიტომ მათ უარი თქვეს ყოველივე ამაზე წარსულის ძევალი არ გახდეს აი სწორედ ამასთან დაკავშირებით მივაქციეთ ყურადღება სწორედ იმ აქტივობას რომელი აქტივობაც დაფიქსირდა საქართველოს უზენაეს საბჭოს დეპუტატთა ერთი ჯგუფიდან რომელთაც გამოაცხადეს აღდგენა მუშაობისა საქართველოს უზენაეს საბჭოსი არსებობს თავისთავად ცხადია მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები რომელიც არეგულირებს საქართველოს უზენაეს საბჭოს მოქმედებას 4 ათეულამდე ჩვენი კოლეგა აწერს უზენაეს საბჭოს დიახ უზენაეს საბჭოს დეპუტატთა განცხადებას ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატების განცხადება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატების სოლიდური ჯგუფი არ ვიზიარებთ იმ ფსევდოპათოს რომელიც შეიქმნა 2025 წლის 5 სექტემბერს ეგრეთ წოდებული უზენაეს საბჭოს სხდომის ჩატარების ირგვლივ ჩვენთვის წინასწარ არ იყო ცნობილი სხდომის დღის ეს რიგი ასევე საეჭვოა მისი მიმდინარეობის დროს ონლაინ დამსწრეთა მონაწილეობისა და მათი რაოდენობის საკითხი ვინაიდან მათი უმეტესობა ამგვარ ფაქტს უარყოფს ჩვენთვის ასევე მიუღებელია 2025 წლის 28 ოქტომბერს იგივე ჯგუფის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული მეორე უზენაეს საბჭოს სხდომა რომელმაც 2026 წლის 9 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა წყალებში და დანიშნა დიახ და 1980 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში საარჩევნო ბლოკ მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს პროპორციული სიით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლე 5 დეპუტატი დანიშნა ეს ჭყალებში ვწერთ ამას. აღნიშნული სხდომის ვიდეო ჩანაწერებში გარკვევით ჩანს, რომ ამ ეგრეთ წოდებულ სხდომას სულ რამდენიმე თითებზე ჩამოსათვლელი დეპუტატი ესწრებოდა 5 ახლად გადეპუტატებულის ჩათვლით. მისი ორგანიზატორები თვლიან, რომ სესიას მავანი მობილური ტელეფონების მეშვეობით ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ. იქნება გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული სხდომები ემსახურება არა იმ კეთილშობილურ მიზანს, რაც დაკავშირებულია საქართველოში არსებული კრიზისური მდგომარეობის რეალურ დაძლევასთან, არამედ გარკვეული მცირე ჯგუფის პიროვნული და პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებას. ხსენებულ
ორგანიზატორებს მოუწოდებთ თავი შეიკავონ მსგავსი თვითშემოქმედებისა და ინიციატივებისაგან და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჩვენი საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატების სახელით თვითნებური მოქმედებები და საქართველოს უზენაესი საბჭოს სახელის ფალსიფიცირება, მისი ავანტურისტული მიზნებისათვის გამოყენება, რაც დაუშვებელია და რეალურად ვერც მოხერხდება, რადგან ეს ინსტიტუცია მათ პირად საკუთრებას არ წარმოადგენს. ზემოთ მითითებულს ისევ ემატება, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი არჩევნები 2026 წლის 9 აპრილს არ ჩატარებულა და კიდევ მეტიც. გადატანილი იქნა ამ წლის 28 ოქტომბრისათვის, ეს უკვე ავანტიურასაც კი აღარ გავს და ყოველად უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ დადგმული უნიჭო ფარსის სახეს იღებს, რასაც ცხადია ცალსახად და კატეგორიულად ვემიჯნებით. შესაძლებელია ზოგიერთ აიასერეს ის ტექსტი, რომელ ტექსტსაც ხელს აწერს დაახლოებით 4 ათეულამდე ჩვენი კოლეგა. ეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ისტორიული მონაპოვარია და არავის აქვს უფლება მოახდინოს მისი სეგმენტაცია. აქვე მინდა, ესე იგი დავაანონსო ერთი საინიციატივო, ასე თქვა, ჩვენი საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფის სახელით, რომ ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ შესაბამისი ორგანო და პირობითად მას დავარქვით უკვე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სააკოორდინაციო საბჭო. ჩვენ გვინდა პრაქტიკულად აღდგეს ის სამართლებრივი ხაზი, რომელიც მოდის 1918-21 წლების დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიიდან და მისი ლოგიკური გაგრძელება იყო საქართველოს დამოუკიდებლობა 9 აპრილის კი ბატონო, რომელიც მოიტანა სწორედ აი ამ ჯგუფმა, დეპუტატთა ამ ჯგუფმა. ჩვენ რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში ჩამოვაყალიბებთ ამ ორგანიზაციას და იგი იქნება მაკოორდინებელი ორგანო, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აი ამ ასპარეზზე, პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრდნენ ახალი პოლიტიკური სუბიექტები. შეიძლება ადამიანმა ინატროს ეროვნული თანხმობა იყო იმ დროს, როცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. ამ პროცესის თავისებურება იყო ის, რაც ბატონმა მერაბ კოსტელომ ჩაიმოყალიბა პატარა ფორმულაში. ჩვენ უნდა გვიყვარდეს არა ჩვენი თავი ეროვნულ მოძრაობაში, არამედ თავად ეროვნული მოძრაობა. გეოგრაფიულად და რესურსებით გიგანტური სახელმწიფო არა ვართ და გვიწევდა და მოგვიწევს ხოლმე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და ამისთვის აუცილებელი ერთ-ერთი უმთავრესი პირობა არის ერთობა. სამწუხაროდ ეს ერთობა საქართველოში არ არის. თავარი, ასე ვთქვათ, ვინც წყალს ამღვრევს და ამ ერთობას ხელს უშლის ხელისუფლება. ხელისუფლებაც, როცა ის ხელისუფალი გახდა და მოაქვს თავი, რომ ხელისუფალია, ის პასუხისმგებელია ყველაზე. ახლა რაც შეეხება ჩვენს უზენაეს საბჭოს, ჩვენს უზენაეს საბჭო მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, ჩვენი არ არის. ეს არის ქართული ხალხი შექმნილია. ის არის ამის შემოქმედი. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობდით. ჩვენ აღმოჩნდით იმ ადგილას, სადაც გადაწყვეტილება მიიღებოდა. ჩვენ ვართ მსახურები ქართული ერის გადაწყვეტილებისა. აი ამ სივრციდან არ გამოვიდეთ უნდა. თუ ამ სივრციდან გამოვვალთ ჩვენ, მაშინ ჩვენ იმ მანდატს, რომელიც ქართულმა ხალხმა მოუწევ, კარგავთ. ამიტომ ჩემი პოზიცია ასეთია. იმ ჯგუფთან, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს არის ექსკლუზიური, ასე ვთქვათ, ნების გამოფხატველი უზენაეს საბჭოსი და სხვა ჯგუფებთანაც რაღაც მოლაპარაკება გავმართოთ და რაღაცაზე შევთანხმდეთ.
მოუწოდო ჩემს კოლეგებს, ესე იგი კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს, გავესაუბროთ ერთმანეთს. ხო, გავემიჯნოთ იმ ცალკეულ აქტივობებს, რომელიც ისევ და ისევ უპირისპირდება ჩვენს ერთიანობას, უპირისპირდება საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებს. აი ეს 9 აპრილის იდეალები, ეს სულისკვეთება, რომელიც ჩადებულია, ეს უდიდესი მონაპოვარი აფხაზეთში ცხინვალის დემონტაჟი, აღიარებები ამ ფარგლებში, ეს არის ჩვენი მთავარი კომპასი, ჩვენი მთავარი მონაპოვარი და ამის დარღვევის უფლება არავის არ აქვს. სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგება. ესე იგი 2050 წლისთვისო, ესე იგი სატიტულო ნაციის, ასე ვთქვათ, ხვედრითი წილი 40% იქნებაო. ეს არის ესე იგი რაღაც მეცნიერების მიერ დადებული რაღაც გარკვეული მოსაზრება. გარდა ამის არის მთელი რიგი გარემოებები, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მმართველობის იმ სისტემურ, ასე ვთქვათ, მოვლენაზე, რომელშია ჩართული რამოდენიმე ხელისუფლება იყო და მოსული, ასე ვთქვათ, სწორედ აი ამ ძალის გამოყენების გზით. ეს უდიდესი აქტი იყო, რა თქმა უნდა, პატრიარქის იმაზე მოსული ხალხი, მაგრამ ამას რეზულტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ეს არის აი ამ ენერგეტიკას, აი ამ ფასეულობისადმი პოლვას, თავდადებას, სიყვარულს და ერთგულებას გარდასახავს სამოქალაქო, ასე ვთქვათ, ცნობიერება, სამოქალაქო მორაში. ქვეყანა ისე არ იმართება, როგორც უნდა იმართებოდეს. და უამრავი გზები არსებობს მისი გაუმჯობესების. აი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მართავდა და მართავს უნიჭო, განწყვეტის უნარო, პოლიტიკურად გაუნათლებელი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარო ვაი პოლიტიკოსები. ყველაზე საუკეთესო, რაც კი კაცობრიობას მოუგონია თავისი არსებობის მანძილზე, თავის გადასარჩენად და რაც შეიძლება უკეთესი და ბედნიერი ცხოვრების მისაღწევად ეს არის სახელმწიფო. ყველა ჩვენთაგანის და მთელი საქართველოს მოსახლეობის უპირველესი და უმთავრესი მიზანი, სურვილი და განზრახვა ის უნდა იყოს, რომ ავაშენოთ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე სამართლიანი სახელმწიფო მთელ მსოფლიოში. ყველაზე საუკეთესო სახელმწიფო წყობა არის ის სახელმწიფო წყობა, რომელიც ხალხს აძლევს კარგი, საუკეთესო ცხოვრების საშუალებას, თავისუფლებას და თანასწორობას. ამ სახელმწიფო წყობას ქვია სახალხო კონსტიტუციური წყობილება. სახალხო კონსტიტუციური წყობილება ეს არის ისეთი სახელმწიფო წყობა, სადაც სახელმწიფოში ბატონობს და მოქმედებს ის ბრძნული და სამართლიანი კანონები, რომელიც მოიგონა ნიჭიერმა და ბრძენმა ხალხმა და დაადგინა ყველასათვის საყოველთაო ნორმად. ზოგიერთი ხელისუფლება და თქვენ თუ დაგიჯერებთ, ესე იგი თითქმის ყველა ხელისუფლება არ ღვევდა აი ამ სახალხო კონსტიტუციური წყობის ძირითად კანონებს. ყველა მთავრობა მეტნაკლები დოზით არის საქართველოს დამაქცევრები და მტრები. ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით მოძებული სიცოცხლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა. შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსობების პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ ან არ აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ. როგორ ფიქრობთ, არის ასე? ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ეს არის ხელისუფლების ვალდებულება. დღეს რა ვართ 3,5 მილიონი ვართ, გონი ქართველები დარჩენილი მაგდენიც არ არის. ნახევარი საქართველო გახიზნულია უცხოეთში. საქართველო კი 1000 ჯულის ხალხით ივსება. აი უცხოელი და ქართველი ექსპერტების და ანალიტიკოსების მიერ საქართველო სასიკვდილოდ განწირული სახელმწიფოების სიაშია შეტანილი. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო კი არა, საქართველო არის დაპყრობილი სახელმწიფო. ქართველებს ჯერ ერთი ჩამოართვეს ეროვნება, პასპორტში ამოუშალენ ეროვნება, მამის სახელი. ქართველებს ჩამორთვეული აქვს ძალაუფლება და კანონმდებლობა. ყველა ტელესაინფორმაციო საშუალებები. რეფერენდუმის კანონი არა გვაქვს. ყველა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, ყველა ფინანსური შემოსავლის წყარო, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა, ოქროსაბადოა თუ მინერალური წყლები, ყველაფერი ეს რაც კი გააჩნია საქართველოს
ჩაგდებულია ხელში სამთავრობო მაფიოზურ კლანებს და მონოპოლისტებს. ნაცებმა და ხოცებმა გაგვიყიდა 500 მილიონზე მეტი კვადრატული მიწის ნაკვეთები. ანუ 52,000 ჰექტარი და თითქმის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები. ოლიგარქი ეს არის ბიძინა ივანიშვილის და აი ქართული ოცნების, ვაი ოცნების 14-წლიანი მმართველობა. ოლიგარქები, ანუ მდიდრები, ვისაც ბევრი ფული და სიმდიდრე გააჩნიათ. უგულო, ცივსისხლიანი და სულით ბოროტმოქმედი ხალხი არიან. მათი მიზანია ხელში ეფრათ ძალაუფლება, ყველა ფინანსური შემოსავლის წყარო, აკონტროლონ ყველა და ყველაფერი. გამოსავალს რაში ხედავთ? ჰაერივით გვჭირდება ახალი მთავრობა. აი ესე სჭირდება სახელმწიფოს პრეზიდენტი და საპრეზიდენტო მმართველობა. ყველა ხელისუფლებამ თავისი თავი და თავისი მომხრეები გაამდიდრა. ამ დროს ეს გამდიდრება არ მომხდარა საწარმოების გაზრდი, ყველაფერი ეს მოხდა თანამოქალაქეების გაღარიბებით. აი როგორ უნდა წავართვათ აი ამ არაკეთილსინდისერი ხალხი, რომელიც ახერხებს, ატყუებს ხალხს და არჩევნების დროს მაინც ახერხებს გარკვეული ნაწილის მომხრობას და მოდის ხელისუფლებაში და მერე არ უნდა წასულა. აი ბიუჯეტიდან 35% ხმარდება აი ამ ჩინოვნიკების დაფინანსებას. კარგი მმართველობის პირობებში აი ეს პროცენტული რაოდენობა, რომელიც ხმარდება ჩინოვნიკებს, უნდა იყოს 7-დან 11%-მდე. არ არსებობენ იდეალური და ბრძენი ხალხზე მზრუნველი სახელმწიფო მმართველები. იდეალური და ბრძნული კანონები უნდა გქონდეს სახელმწიფოში და ამ კანონებით უნდა იყოს მართული სახელმწიფო. საქართველოს საკეთილდღეოდ უგდავსაყოფად და სამართლიანი სახელმწიფოს ასაშენებლად. ერთხელ და სამარადისოდ საქართველოში უნდა დაარსდეს საქართველოს ეროვნული საბჭო. საქართველოს ეროვნული საბჭო ეს არის მთელი საქართველო ერთად აღებული. ქართული სიბრძნის და სახელმწიფოებრივი აზრობის უზენაესი ეროვნული ცენტრი. ყოველთა ქართველთა ერთობის ცენტრი. უზენაესი ვინც უნდა იყოს ეროვნული საბჭო, ისინი უნდა იყოს რჩეულთა შორის რჩეულები. მთელი საქართველოდან აი 50 კაცი. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მეცნიერულად დასაბუთებული. სრულიად 50 კაციანი პარლამენტი სრულიად საკმარისია საქართველოსთვის. დღეს თუ საქართველოში გავითვალისწინებთ ჩვენ ყველაფერს თუ რა სიდუხჭირე და ჯოჯოხეთური ცხოვრება 5000 ლარი იქნება მათი ხელფასი და 50 კაციანი პარლამენტი გვეყოლება. თქვენ უნდა იცოდეთ რომ დემოკრატია სრულებით არ არის სახელმწიფო, კარგი სახელმწიფო წყობა. მე ძალიან არ მომწონს ჩვენი ხელისუფლების ის პოლიტიკა, რომელიც დღე და ღამე ჩართულია და მუშაობს ამერიკის სახელმწიფოს გაშავებაზე, დასავლეთის გაშავებაზე, თითქოს და ყველა უბედურება რაც ჩვენ გვჭირს ეს მაგათიდან გვჭირს, არ არის ეს ასე. კაცობრიობის სიბრძნე ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. ომი ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება და ყველაზე დიდი უბედურება კაცობრიობისათვის. ომის გამჭაღებელი სახელმწიფო მმართველები უნდა გაანადგუროს ხალხმა. ჩვენ ვიქადაგოთ და მშვიდობაზე. აი ყველგან მოწონებას იმსახურებს ეს განაცხადი. ჩვენ აი ზუსტად უნდა გვაჭიროს მშვიდობის შენარჩუნება. აი ეს პოზიცია მშვიდობის შენარჩუნება კაცობრიობის სიბრძნესა და გადაგებდეთ ამაზე. ეს ჩვენ ხო მარტო არა ვართ ამ დედამიწაზე, აგერ იქ ერთი მონსტრი ყავს, აგერ იქ დასავლეთში მეორე მონსტრი ყავს. მე რასაც ამბობს კაცობრიობის მშვიდობის შენარჩუნება. ეს სოფლიო გლობალურად უნდა ცხადდებოდეს. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ჯოკერი უნდა იყოს ეს, რომ სოფლიოს ჩვენ ვაცნო ჩვენი პოზიციაზე და საქართველოს არც რუსეთისგან, არც ამერიკისგან საქართველოს დგას ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ბრძოლ გადაწყვეტილებაზე. ეს ჩვენ გვიწერია ჩვენს დოქტრინაში, ჩვენ მე არ ვიცი თქვენ ყოველ შემთხვევაში რა გეწერეთ, მაგრამ მე ვამბობ ქართული პოლიტიკა როგორი უნდა იყოს დღეს.